გადავხედოთ ვითარებას კავკასიის რეგიონის ქვეყნებში, ფაქტიურად საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში და ცხადია გეოგრაფიულადაც და ისტორიულადაც და ისეც ჩვენს მთავარ სავაჭრო ქვეყნებში კავკასიის რეგიონი ეკონომიკურად როგორ თქვა, გამორჩეულ და თან უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან აქ ერთდროულად ფიქსირდება როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე რეკორდული ინფლაცია, მაღალი რეფინანსირების განაკვეთები და ეროვნული ვალუტების უჩვეულო მერყეობა და სიმყარეც. მოკლედ, ესეთი ამბები გვაქვს და მოდი დავიწყოთ თურქეთის რესპუბლიკით ეკონომიკურად ყველაზე, ასე ვთქვათ, უცნაურ მდგომარეობაში გახლავთ თურქეთი, რომელიც ერთდროულად ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ებრძვის. ბოლო მონაცემებით თურქეთში წლიური ინფლაციის დონე არის 39% და ყველაფრის მიუხედავად ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 42.5%-ზე ინარჩუნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე ერთწლიან პერიოდში ეროვნული ვალუტა თურქეთში არის 14%-ით გაუფასურებული და 1 დოლარის ღირებულება 27 თურქულ ლირას აღწევს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ესეთი გამოწვევების მიუხედავად წელს 2025 წელს თურქეთის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება და ეს არის 1.1%-ით შემცირებული მაჩვენებელი წინა პროგნოზებთან შედარებით. რაც შეეხება ვითარებას თურქეთის მოძმე და ზე სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მხრივ აქ უფრო სტაბილურად არის ვითარება, წლიური საშუალო ინფლაცია არის 5.5%-ზე, რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 7.25%-ზეა. რაც შეეხება სომხეთს, სომხეთი აძლიერებს თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს დასავლეთის ქვეყნებთან და გაერთიანებებთან, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო კი არა და საუკეთესო შედეგი აქვს რეგიონში. სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 4.9%-ით გაიზრდება, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზეა, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 1.5%-ის ფარგლებშია. ბოლო ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე და იმედია ამ ამბავს წყალი არ გააოვა. ეს კი ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს სამომავლოდ ჩვენი ეკონომიკისთვისაც, საქართველოს ეკონომიკისთვისაც და იმედია ეს გადააზრებული გვაქვს. მოდი ახლა გავიხედოთ პირიქით მიქნია და ჩრდილოეთით მდებარე ოკუპანტ ქვეყანაში, რომელსაც საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიები, ესე ვთქვათ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიაჩნიათ, მაქსიმართლე დიაროს მათმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება ეკონომიკას, რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წელს 1.9%-იანი ზრდა იქნება. ოფიციალური მონაცემებით ინფლაცია 9.9%-ის ფარგლებშია, რეფინანსირების განაკვეთი მაღალი ინფლაციის პირობებში ცენტრალური ბანკის მიერ შენარჩუნებულია 21%-ზე. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რუსეთს მაინც ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით აქვს, რომელიც 2 წელიწადში რუსული რუბლი არის 20%-ით გაუფასურებული და ამჟამად 1 დოლარის ღირებულება 86 რუბლში ადგენს და ეს გამყარებაც კიდევ ერთხელ დოლარის გაუფასურების ფონზე მიმდინარეობს. მე არასდროს დამიმალავს, რომ განსაკუთრებით ამათ ეკონომიკას ვადევნებთ თვალყურს და რასაც ბოლო პერიოდში გადავხედეთ, დაახლოებით 5 მიმართულება არის რუსეთის ეკონომიკიდან, როგორც ყველაზე სარისკო გამოყოფილი, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა ამ 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო სანქციებისგან და საკმაოდ მაღალი დაკრედიტების ქვეშ არის, რაც მათი, ამ ცალკეული 5 დარგისა თუ ინდუსტრიის გაბანკროტების რისკებს ზრდის, გაბანკროტების გაკოტრების რისკებს. პირველ რიგში ეს არის ნახშირის მოპოვება და წარმოება. ნახშირზე მოთხოვნის შემცირება გამოწვეულია ერთის მხრივ სოფლიო ფასების უკიდურესი ვარდნით, ასევე სანქციებით და ცხადია, რუსეთის რკინიგზის გაზრდილი ტარიფებით. აქ გასათვალისწინებელია კიდევ ჩინური ნახშირი, რომელთაც გადავსებულია რუსეთის ბაზარი. მეორე ადგილზე რუსეთის სარისკო ინდუსტრიებიდან არის ცალსახად ავტომრეწველობა და თავდაცვის, იარაღის და სამხედრო ამუნიციის წარმოება. ეს ინდუსტრიები ფაქტიურად სახელმწიფო შეკვეცებზეა მიბმული, დაკრედიტებულია შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტებით, მოკლედ გადავსებულია სახელმწიფოს ფულით, რომელსაც რესურსი სულ მეტად ეწურება და ადრე თუ გვიან მათ
მოუწევთ ამ ვალდებულებების გადახდა, ჩამოწერის წინაპირობა მან დარჩენს. გარდაულად შეეხება კრიზისი და კონკრეტული გაკოტრების შემთხვევები ჩნდება დეველოპერულ სექტორში, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცალკეული გაკოტრებები რუსეთის ბაზარზე კომპანიებისა ეს იქნება წერტილოვანი და ეს ეხება მათ, ვინც არასწორად დათვალეს პროექტის ეკონომიკები და ჯამში ინდუსტრია მაინც საღიაო და ფინანსური ბალიშიც ადგილზეაო. და ხო, პრობლემურობის და გაკოტრებას ელიან გადაზიდვებში და ვაჭრობაში კიდევ. ვაჭრობა ზედმეტად გადატვირთულია კრედიტებით, ერთ-ერთი ყველაზე ამოვსებულია საბანკო ვალდებულებებით და დაკრედიტებით, ყველაზე მაღალი დაკრედიტების დონე სწორედ ვაჭრობაზე მოდის, რაც შეეხება გადაზიდვებს, ეს ინდუსტრია ანგრევს ყველაფერს განცხადებებით და ამბობს პირდაპირ, რომ 2025 წელს გადამზიდავი კომპანიების 30% გაკოტრდება, რადგან შეუძლებელია გაზრდილი საწვავის ფასის პირობებში კონკურენციის შენარჩუნება და ასევე წარმოუდგენლად მაღალია სესხის და ლიზინგის განაკვეთები. მაღალი იქნება 21%-ია რეფინანსირების განაკვეთი. თუმცა, რა გითხრათ, ეკონომიკას ახასიათებს შემოbrunება, პოზიტიური ამოტრიალებაც, რასაც ნამდვილად არ და ვერც უსურვებ საქართველოს ტერიტორიების დამპყრობელ ქვეყანას, მაგრამ რეალობა ესეა. და ბოლო ქვეყანა, რომელზეც მინდა დღეს ვისაუბრო, ამ მიმოხილვაში გახლავთ საქართველოს სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ამ მხრივ ნომერ პირველი ვართ რეგიონში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი იცით, რომ კვლავ 8%-ზე არის დარჩენილი ინფლაცია. აქეთ 8% აქეთ. რაც ნიშნავს, რომ აი ამ ნიშნულზე იმყოფება, რაც სამიზნე მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. ერთწლიან პერიოდში ეროვნული ვალუტა დაახლოებით 6%-ით არის გაუფასურებული და ამჟამად დოლარის გაცვლითი კურსი 2 ლარსა და 77 თეთრზეა. თუმცა ლარი საკმაოდ პოზიციონირებას აჩვენებს, ეკონომიკა ინარჩუნებს ამ შემთხვევაში ინერციულობას და კიდევ ერთხელ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ცალსახად დოლარის გაუფასურებაზე არის მიბმული. პრობლემატურად რჩება ორი მიმართულება. განსაკუთრებით ეს არის ინვესტიციების შემოდინება და საგარეო გადმორიცხვების კვლევა. ასევე ეკონომიკაზე არ არის ბოლომდე ასახული დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებთან გაფუჭებული ურთიერთობები, იგივე მარტო იმ უამრავი პროექტის დახურვა, რაც თუნდაც ერთ სააგენტოს USAID-ს უკავშირდება, ძალიან ბევრი მიმართულებით გამოიწვევს პრობლემებს. იქნება ეს უმუშევრობის ზრდა, ან რა ვიცი, რა გითხრათ, თუნდაც საოფისე ფართების გაქირავება. რისი ჩამნაცვლებლების პოვნა ასე იოლად ასევე ვერ მოხდება. წარმატებები მოკლედ პირველ რიგში ჩვენ საქართველოს.